Thank you very much. ახლო აღმოსავლეთის შემდეგ დონალდ ტრამპის ფოკუსი ევროპისკენ ინაცვლებს. წარმატებული დიპლომატიის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გეგმავს სრულად უკრაინის საკითხს მიეძღვნას, რათა ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე გაკეთებული დანაპირების შეასრულოს და კიევსა და მოსკოვს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს. But first we have to get Russia done. პირველ რიგში რუსეთის საკითხი უნდა ამოვწუროთ. ჩვენ ამას დავასრულებთ. მოდით ჯერ რუსეთზე ფოკუსირდეთ. ნობელის პრემიაზე მშვიდობის მყოფელის როლის გასამყარებლად დონალდ ტრამპს დაწყებულის დასრულება ესაჭიროება. მას შემდეგ, რაც რუს კოლეგას ალასკაში შეხვდა, სამშვიდობო პროცესი გაიყინა. ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს ამბობს, ომი კი სულ უფრო მწვავდება. დღეს ფართომასშტაბიანი თავდასხმა იყო ხარკივზე, სადაც 7 ადამიანი დაშავდა. ამ და სხვა საკითხებზე უკვე პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას დაელაპარაკება. ვოლოდიმირ ზელენსკის დელეგაცია ვაშინგტონში მიფრინავს. ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი დასრულდა, მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ გაჩენილი შესაძლებლობა, რომ მშვიდობა წინ წავწიოთ. ევროპაში ომის დასრულებაც შესაძლებელია, ამაში კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების ლიდერობა უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიაღწია წარმატებას საჭირო ნაბიჯების გადადგმით, რათა უზრუნველეყო ტყვეების გაცვლა და ომის დამთავრება ღაზაში. უდავოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სწორი ნაბიჯები შესაძლოა დაეხმაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას. ჩვენ ამის თაობაზე თანახვედრი ხედვები გვაქვს. რუსეთს უნდა წავართოთ შესაძლებლობა გააგრძელოს ომი და ტერორი. ეს კი ყველაზე სანდო საფუძველი შეიძლება გახდეს ჩვენს რეგიონში მშვიდობისთვის. უკრაინის პრეზიდენტს ყველაზე მეტად ტომაჰავკების ამბავი აინტერესებს. შორმანძილზე მოქმედი შეერაღების კიევისთვის გაცემის ალბათობა ამერიკელმა პრეზიდენტმა უკვე დაუშვა, თუმცა ისიც თქვა, რომ ეს აგრესიის ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშანი იქნება. ამით მოსკოვს ერთგვარად მოსაფიქრებელი დროც კი მისცა. კრემლში შეშფოთდნენ, უფრო მეტად ტრამპის ბოლო განცხადება მოეწონათ, რომელიც უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად მუშაობის გააქტიურებას გულისხმობს. სპეცწარმომადგენლებთან ერთად, მათ შორის მოსკოვისთვის კარგად ნაცნობ სტივენ ვიტკოფთან ერთად. Безусловно, мы приветствуем такие намерения. რუსეთი მიესალმება ამგვარ განზრახვებს. მივესალმებით პოლიტიკური ნების დადასტურებას იმისთვის, რომ ყველანაირად შეუწყოთ ხელი სამშვიდობო რეგულაციების გზების პოვნას. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბატონ ვიტკოფს. ის ეფექტურია და ეს ახლო აღმოსავლეთშიც აჩვენა. იმედია, რომ მისი ნიჭი მომავალში შეუწყობს ხელს უკვე უკრაინულ მიმართულებას. რუსული მხარე ინარჩუნებს ღიაობას მშვიდობიანი დიალოგის მიმართ და იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენა და პრეზიდენტ ტრამპის დესპანთა დიპლომატიური ოსტატობა უბიძგებს უკრაინის მხარეს მეტი აქტიურობისკენ და მზაობისკენ სამშვიდობო პროცესში. უკრაინელებს რუსეთის სიტყვების არ სჯერა და ფაქტებზე ორიენტირებას ამჯობინებენ. კრემლის პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელიან, თუმცა ცდილობენ ომის დასრულების იმედი მაინც არ დაკარგონ. არ მჯერა, რომ ახლო მომავალში უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს. ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, ისე როგორც ისრაელსა და ღაზას შორის მოხდა. ვხედავ, რომ ამჟამად ომი მხოლოდ მწვავდება. ყველას გსურს მშვიდობა, ომის დასრულება, რათა ადამიანები აღარ იხოცებოდნენ. ძალიან მინდა, მაგრამ რთულია ამის დაჯერება. მე მჯერა მშვიდობის მას დიდი ხანია ველოდებით და ერთ დღესაც მოვა. ახლო აღმოსავლეთის ინერციით მშვიდობის მიღწევის იმედი გამოთქვეს ევროპელებმაც. მათი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გავლენა ამ საქმეში სერიოზული ფაქტორია და შექმნილი შესაძლებლობა სრულად უნდა იქნას გამოყენებული. რაც ახლო აღმოსავლეთში მოხდა, კარგი ამბავია. ჩვენ ყველას გსურს მშვიდობა და სტაბილურობა ახლო აღმოსავლეთშიც და რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ ეს დაეხმარება ევროპას. რათა მოიტანოს მშვიდობა ამ საშინელი აგრესიული ომის შემდეგ, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და რომელიც ახლაც გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ შექმნილ შესაძლებლობას გამოვიყენებთ. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასასრულებლადაც ისეთივე ზეგავლენას მოახდენს რუსეთის მთავრობაზე, როგორც ახლო აღმოსავლეთის აქტორებზე იქონია, რათა ღაზაში ომი შეეჩერებინა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე 3 წელიწადნახევარია რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს, აქედან სულ ახლოს. მინდა ეს დღე გამოვიყენო, რომ კიდევ ერთხელ ვისაუბრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ ომის დასასრულებლად. ამ ადგილიდან მოდის გზავნილი, რომ თუ მსოფლიო საზოგადოება ერთად დგას, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არა მხოლოდ აქ, არამედ სხვა რეგიონებშიც უნდა იყოს შესაძლებელი. ჩვენთვის, ევროპელებისთვის, ევროპაში მიმდინარე ომია ყველაზე დიდი საფრთხე თავისუფლებისთვის. ამიტომაც დღეს ამ დიდებული შეხვედრის ფარგლებში ჩვენ იმასაც განვიხილავთ, თუ რა წვრილის შეტანა შეგვიძლია ამ ომის დასრულებაში. ამერიკის ძალისხმევის მიუხედავად, ჯერჯერობით გარღვევები რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ არ ყოფილა, თუმცა ბევრი იყო საუბარი და შეხვედრები.
ბუნდოვანია, გაიმეორებს თუ არა ტრამპი დიპლომატიურ წარმატებას უკვე უკრაინაში. ომში, რომლის დასრულებაც როგორც ამბობს, მუდამ იოლი ეგონა და ყველაზე რთული აღმოჩნდა.